სალომე ზურაბიშვილზე, როდესაც საუბრობდნენ არჩევნების შემდეგ, რომ აი დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სალომე ზურაბიშვილი, ანუ ეს შეცდომა და არასწორი გზავნილი იყო, თაკო? ხო იცით, გაჭირვებულიო ხავს ეკიდებოდაო. აი ესე დაემართა ოპოზიცია? დაემართა ოპოზიციას, ცხადია. ოპოზიციას დღეს რაც ხდება, ეს არის ოპოზიციის სისუსტე. და მე ამას რო ვეუბნებოდი ხოლმე ძალიან წყინდად. როდესაც საუბრობ ოპოზიციას, მინდა წინასწარ შევთანხმდეთ, რომ ყველას კი არ გულისხმობ, მე რამდენჯერ გითხარით თქვენ, რომ იქ რო გადავლებ თვალს, ძალიან კარგი სახეების ამორჩევა შეიძლება, მაგრამ ისე იქნება ხოლმე ვითარება, რომ რაღაცნაირად ვიღაცა იტყვის, რომ მე ვარ ლიდერი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ფინანსურად უფრო მეტად გამართული იყოს და ამიტომ თulis რომ ნაადრევად უნდა ილაპარაკონ პრემიერობაზე, ინსტიტუციაზე. არა, როდესაც ბრძოლა არის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ და ეჭვი შეგვაქვს იმაში, რომ ამაზე დიდი უბედურება ვიდრე შენ ხელისუფლებას უთხრა, რომ შენ ემსახურები რუსეთს. ხახდო ეს რო ვიღაცა მითხრას, მე იმ დღეს უნდა მოვკვდე. ამიტომ როდესაც შენ ესე ეუბნები და მე ღრმად მჯერა, რომ იზოლაციაში ქვეყანას ტოვებს ეს ხელისუფლება, ესე იგი შენ ასხამ რუსეთის წისქვილზე წყალს, მე რო შენ ამას გეუბნები, მე ქუჩიდან არ უნდა გავიდე. ანუ 200.000 მარტო ერთი ცალი თამარჩარგვიანი კი არა. აბა ერთი ცალი კონის არ იყოს, განა რა შემიძლია, იქ არა ვარ, მუდამ იქ ვარ. აბა რა ხდება ეს? არა, ბავშვები იქ არიან თავსი კლავენის ახალგაზრდები რაღაცა, მაგრამ ხო ხედავთ, კლებაზე წავიდა. რატომ? იმიტომ რომ არასწორად წავიდა პროცესი. რატომ წავიდა არასწორად? იმიტომ რომ ნაადრევად საბნის გადაწევა მოუგებელ ბრძოლაში არ შეიძლება.